წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც ფული არაფრად ღირს. ქუჩები სავსეა პროტესტით და პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ღმერთი ესაუბრება. ეს არ არის გამოგონილი ისტორია. ეს არის ვენესუელა. და ამ ისტორიის ცენტრში დგას ერთი ადამიანი, ნიკოლას მადურო. ავტობუსის მცხოველი, რომელიც პრეზიდენტი გახდა. ლიდერი, რომელიც ხალხის მხსნელად მოვიდა და ქვეყნის ყველაზე საკამათო ფიგურად იქცა. და ახლა მისი ძალაუფლება დასრულებულია. ნიკოლას მადურო არ იყო ელიტის ნაწილი. ის არ დაბადებულა პოლიტიკოსების ოჯახში. ის მუშაობდა ავტობუსის მცხოვრად, იყო პროკავშირის აქტივისტი და ქუჩის პოლიტიკით ცხოვრობდა. სწორედ იქ შეხვდა ადამიანს, რომელმაც მისი ბედი შეცვალა, უგო ჩავესს. ჩავესი მას ხედავდა როგორც თავის ერთგულ ქვეშევრდომს, რომელიც თავის საქმეს გულმოდგინედ ასრულებდა და თავის იდეალების მემკვიდრეს, რომელსაც შეეძლო ქვეყნის მართვა მის შემდეგ. და მართლაც, როდესაც ჩავესი გარდაიცვალა და ქვეყანა ღრმა პოლარიზაციაში იმყოფებოდა, მთლიანი ძალაუფლება მადუროს ერგოწილად. მადუროს მმართველობის დროს ვენესუელამ დაკარგა ის, რაც სახელმწიფოს საფუძველია, სტაბილურობა. ფული ყოველდღიურად უფასურდებოდა. ადამიანები ხელფას ჩანთებით ატარებდნენ, მედიკამენტები გაქრა. შვილები ტოვებდნენ მშობლებს, ქვეყანა კი საკუთარ მოქალაქეებს. მილიონობით ადამიანი წავიდა. მადურო ამბობდა, ეს ომია ამერიკის წინააღმდეგ. ხალხი კი პასუხობდა, ეს ჩვენი ცხოვრების ნგრევაა. არჩევნები ტარდებოდა, მაგრამ სახელმწიფოსადმი ნდობა ნელ-ნელა ქრებოდა. ოპოზიცია იდევნებოდა, მედია იზღუდებოდა. ხოლო პროტესტები ძალის მეშვეობით იშლებოდა. მადურო უფრო ნაკლებად გავდა პრეზიდენტს და უფრო მეტად სისტემას. ნაცვლად ადამიანისა, იგი დაემსგავსა რეჟიმს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მადუროს წინააღმდეგ წამოაყენა უმძიმესი ბრალდებები. ნარკოტიკებით ვაჭრობა, კორუფცია, ტერორიზმთან კავშირი. მის თავზე ჯილდოს დაწესდა. მადუროს აზრით, ეს ყველაფერი იმპერიალისტური შეთქმულების ნაწილი იყო. თუმცა, საერთაშორისო წნეხი იზრდებოდა. ვენესუელა კი გლობალური დაპირისპირების სცენად იყო ქცეული. 2026 წლის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა. ხამილ კარაკასში აფეთქებების ხმა გაისმა. კავშირი შეწყდა. დუმილი ჩამოვარდა. და შემდეგ განცხადება, რომელმაც მსოფლიო გააჩერა. ნიკოლას მადურო დაკავებული. ადამიანი, რომელიც წლები ამბობდა, რომ ის დაუმარცხებელია, აღარ იყო ხელისუფლებაში. ზოგისთვის ეს იყო თავისუფლება, სხვებისთვის ქაოსი. ვენესუელასთან მიმართებით გაჩნდა არაერთი კითხვა. ვინ იქნება ქვეყნის მმართველი? იქნება თუ არა არჩევნები? დასრულდა ეს ისტორია თუ ახლა იწყება? ქუჩებში იმედი და შიში ერთმანეთში ირევა. ნიკოლას მადურო არ არის უბრალო ადამიანი. მისი მმართველობა სავსეა წინააღმდეგობებით, რთული გადაწყვეტილებებით და ხმამაღალი განცხადებებით. ზოგისთვის ის გმირია, სხვებისთვის დამნაშავე. მაგრამ ერთი რამ ნათელია. ვენესუელა მის შემდეგ აღარ იქნება იგივე.